კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სალიკვიდაციო სამუშაოები კი მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება. ლაგოდეხში, ყვარელსა და გურჯაანში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ადიდებულ მდინარეებს კალაპოტი ეცვლება და ქვიშა ნაშალისგან იწმინდება. მეოთხე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი მაღალმთიანი სოფელი ჭერემი. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დღეს ვიმყოფებოდით განსაკუთრებულად თუ ლოკაციებზე, ეს იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში, სადაც მოხდა ხიდის დაზიანება. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეაფასეს ადგილზე მდგომარეობა და უმოკლეს ვადებში გამოცხადდება უკვე ხიდის აღდგენასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ეტაპი. რაც შეეხება უკვე ყვარლის მუნიციპალიტეტს, ყვარლის მუნიციპალიტეტში გვაქვს მდინარე დურუჯის მიმდებარე ტერიტორია პრობლემატური. იქ ადგილზე მუშაობს ასევე მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდით სამუშაოები და იქაც ძალიან მოკლე ვადებში დაიგეგმება უკვე სამუშაოები ნაპირსამაგრი მიმართულებით. რაც შეეხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, აქაც ძირითადად პრობლემები გვაქვს მდინარის კალაპოტის გაწმენდასთან დაკავშირებით და ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ასევე საგზაო დეპარტამენტის რეგიონული განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო რწმუნებულის ჩართულობით უმოკლეს ვადებში მივიღებთ უკვე იმ ნაბიჯებს, რომელიც პრობლემის უკვე მთლიანად და სიღრმისეულად გადაწყვეტას მოხმარდება. რამდენიმე დღის უკან მოსულმა უხმან ალეკმა შექმნა პრობლემები მუნიციპალიტეტში და შესაბამისად მუნიციპალიტეტები თავისი რესურსით პირველივე საათებიდან ჩაერთნენ სალიკვიდაციო სამუშაოებში. აღნიშნულში გვეხმარებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უახლოეს დღეებში შესწავლილი იქნება აღნიშნული მონაკვეთები და შესაბამისად დაიგეგმება შესაბამისი სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციის სამუშაოები. ასევე აღსანიშნავია და ხაზგასასმელია სოფელ ველისციხეში დაზიანებული ჩანგრეული ხიდის საკითხი, რომელზეც უკვე უახლოეს დღეებში საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაიწყებს საპროექტო სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგაც ასევე დაიწყება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები და ასევე სოფელ ჭერემამდე მისასვლელი ერთადერთი ხიდის მშენებლობის საკითხი, რომელიც საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავებულია და უახლოეს დღეებში გამოცხადდება მისი სამშენებლო სამუშაოების ტენდერი, მისი ღირებულება არის დაახლოებით 5.5 მილიონი